მუსიკალური ბათუმი 2025-ის ფარგლებში გონიოს ციხის ტერიტორიაზე ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ხალხური სიმღერის ანსამბლ მართვეს კონცერტი გაიმართა. საღამო ფოლკლორისტისა და ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის ანზორ ერქომაიშვილის ხსოვნას მიეძღვნა. აჭარის კულტურის მინისტრის ელისო ბოლქვაძის განცხადებით მიზანია წელიწადის 4-ვე სეზონი დაიტვირთოს საინტერესო და მრავალფეროვანი კულტურული ღონისძიებებით. Evandeli საღამო ის იყო ძალიან გულში ჩამწდომი, ძალიან სულიერებით გაჟღეთილი და აქ იყო ანზორ ერქომაიშვილი დღეს, მისი გამგრძელებლები, მისი საქმის გამგრძელებლები, ეს არის საოცრება, რასაც მე მოусმინე დღეს კიდევ ერთხელ. ეს არის ძალიან დიდი ეროვნული საქმე, ეს არის ის, რაც მან დატოვა. Ყველა კუთხის სიმღერა წარმოვადგინეთ. აჭარული სიმღერებიც რამდენიმე სპეციალურად მოამზადეთ ამ ფესტივალისთვის და კიდევ ერთხელ მინდა მხარი დავუჭირო ესეთ წამოწყებებს, ესეთ ფესტივალებს. წარმოდგენილი იყო ანსამბლ მართვეს ტრადიციული რეპერტუარი, ასევე მუსიკოსები იყვნენ ჩვენთან ერთად, ჩვენი მართვეს მუსიკოსები და ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ დღევანდელი ღონისძიება მიეძღვნა დიდ ანზორ ერქომაიშვილს. ჩვენ რა თქმა უნდა კვლავ დავბრუნდებით აჭარაში და სხვადასხვა ადგილას ჩვენს ულამაზეს აჭარაში გავამართავთ სოლო კონცერტებს.